დილამშვიდობის მოგესალმებით, ეს არის კომერსანტის თემა და დღეს ჩვენ ტრადიციული რუბრიკა გვაქვს, როგორ ვიზრუნოთ სამეზობლოზე სითიქომთან ერთად. ძალიან საინტერესო თემა გვაქვს დღეს, მეზობლობის დღე უნდა შევაჯამოთ ჩვენს სტუმრებთან ერთად, რომელთაც ახლა წარმოგიდგენთ, ნათია ორახელაშვილი, სითიქომის აკაუნთ მენეჯერი, რომელიც სტუდიაში გვსტუმრობს ტრადიციულად, თუმცა ასევე ჩვენი რუბრიკის განმავლობაში შემოგვიერთდებიან თამუნა ნიკოლაძე, მსახიობი, მეზობლობის დღის წამყვანი და ასევე თათული ედიშერაშვილი, მსახიობი, ასევე მეზობლობის დღის წამყვანი და მათთან ერთად გავიგებთ და გავიზიარებთ იმ ემოციებს და იმ დღის განწყობას, რაც უკვე მეორედ აი მეზობლობის დღის ფარგლებში მოაწყო კომპანია სითიქომ. ნათია, მოგესალმებით პირველ რიგში. მადლობა მობრძანებისთვის და მოდით დავიწყოთ სწორად შეჯამებით, როგორი იყო ეს დღე, როგორი გამოვიდა, მე როგორც აღნიშნე, წელს უკვე მეორედ არის, ხომ ეს ტრადიცია ჩამოყალიბდა, შეგვიძლია ვთქვათ, აი როგორ შეგვიძლია შევაჯამოთ ეს დღე? კი, წელს უკვე მეორედ ჩავატარეთ სამეზობლოს დღე ამ ჯამად თბილისში, ვაზო გოძიაშვილის ბაღში, ეგრეთ წოდებულ წითელ ბაღში, სადაც ჩვენს დამსწრე სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა რამდენიმე სხვადასხვა აქტივობაში მიეღოთ მონაწილეობა, როგორიც იყო იქ სხვადასხვა კონკურსები, დაიგემოვნებინათ კერძები, აეშენებინათ მათი უბნის მაკეტი და პარალელურად ამასობაში დღის ბოლოს უკვე ჩვენი ღონისძიება დაასრულა ჯგუფმა არამ და უკვე მეორედ, რა თქმა უნდა, ძალიან სიმბოლურად დღის დაღონისძიების წამყვანები იყვნენ თამუნა ნიკოლაძე და თათული ედიშერაშვილი. ამინდით მზიანი გამოვიდა და მე მგონი მე რაც ფოტო და ვიდეო მასალას გავიცანი, ძალიან კარგი აურა იყო, მე მგონი ყველას ამაღლებული განწყობა ჰქონდა. აი თამუნა და თათული ვახსენეთ, მოდი გადავიდეთ მაშინ თამუნასთან, რომელიც უკვე ჩვენთან არის ხაზზე და გავიგოთ უკვე მისი მოსაზრება. თამუნა, პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა ჩართვისთვის და იმისთვის, რომ ჩვენთან ერთად ხართ დილიდან. გამარჯობა, მოგესალმებით. მოდით გითხარით, გილოცავთ უკვე მეორედ მეზობლობის დღეს. კი ბატონო, დიდი მადლობა და ჩვენც გილოცავთ, იმიტომ რომ ეს უკვე რაღაც ტრადიცია ჩამოყალიბდა და მოდი გითხარით ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით, რომელიც თათულისთან ერთად მიყავდათ თქვენ და თქვენი ემოციები როგორი იყო აი ამ დღესასწაულმა, როგორი ემოციები გამოიწვია თქვენში? პირველ რიგში კიდევ დავიწყებ, რომ ჩემი აზრით სითიქომმა ძალიან კარგი და სასიამოვნო გადაწყვეტილება მიიღო, იმიტომ რომ მე და თათული უკვე 18 წელია ვართ საქართველოსთვის ყველაზე შინაური მეზობლები, იმიტომ რომ ალბათ თქვენ დამეთანხმებით დილიდან საღამომდე გვიყურებს ხალხი და ჩვენ მათთვის ვართ ძალიან შინაურები და მეზობლები და მართლა აი ყველას ოჯახში ვართ ყოველ წუთს და ყოველ წამს. ახლა რაც შეეხება მეზობლობის დღეს უკვე მეორე წელია ვართ წამყვანები მე და თათული და მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვთქვა. სიყვარული, მეგობრობა, მხარდაჭერა, ადამიანები იმხელა პოზიტივს გამოხატავენ და იმხელა, არ ვიცი, ადამიანურ დამოკიდებულებებს, რომ ნამდვილად თბილისში ყავს საოცარი სამეზობლო. კიდევ ერთხელ ვწმუნდები ამაში. კი ბატონო, რაიმე განსაკუთრებულ მომენტს ხომ არ გაიხსენებთ, იმიტომ რომ დატვირთული იყო ძალიან შინაარსობრივად მეზობლობის დღე ეს არ იყო უბრალოდ შეხვედრა, გააზრებულად დაგეგმილი ღონისძიებები გქონდა აი მეზობლობის დღეს. და ეს აქტივობები ნამდვილად წელს იყო უფრო მრავალფეროვანი, შარშან უფრო ვიწროწრეში აღნიშნეთ, ასე ვთქვათ, მაგრამ წელს უკვე სითიქომის დამსახურებით ეს მოხდა მასშტაბური და მე მივესალმებით, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი ადამიანი შემოგვიერთდება, მაგრამ მთელი ბაღი სამსე იყო ხალხით, მოდიოდნენ სხვადასხვა უბნებიდან, ჩემი რამოდენიმე მეზობელიც იყო მოსული პირადად, როგორც კი გაიგო წამყვანები ვიქნებოდით, აი არ ვიცი, მართლა ყველა ადამიანთან კონკრეტულად მივედით მე და თათული ჩამოვარდით ინტერვიუ, გავიგეთ მათი დამოკიდებულებები, როგორ ეხმარებიან მეზობლებს, ხილში, ჭირში, თუ აძლევენ ერთმანეთს შაქართან, ხავსთან, ნიორს, თქვათ მეზობელმა ჩამოუშვა წყალი, როგორ იქცევიან ასე დროს, ერთად თუ კეიფობენ, თუ აღნიშნავენ თბილისობას და სხვადასხვა ტრადიციულ თბილისურ ამბებს
და არ ვიცი ყველაფერი ესო შევაჯამოთ არის ერთი მთელი ძალიან საინტერესო ისტორია. კი ბატონო, დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ და აუცილებლად მომავალი წლის განწყობებით დარწმუნებული ვარ კიდევ ჩვენს ეთერში შევაჯამოთ. ეს არის არაჩვეულებრივი გადაწყვეტილება და ყოველწელს ვართ მე და თათული ციტიკომის გვერდი. კი ბატონო, ჩვენ ასევე შესაძლებლობა გვექნება რომ სულ რამდენიმე წამში თათული ედიშერაშვილის პოზიციებიც მოვისმინოთ, როგორი იყო მისთვის ეს მეზობლობის დღის განწყობა, თუმცა აღნიშნოთ რომ მე ღონისძიებები ვახსენე, მაგრამ აი მთავარი დატვირთვა თქვენთვის რა იყო მთავარი мотиваცია რომ ასეთი დღე შეგექმნათ, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ზოგადად არ იყო ამ დღის აღნიშვნა, ჩვენ დავნერგეთ ეს ყველაფერი და გვინდოდა რომ ის უბნების მეზობლები უფრო დაახლოებულიყვნენ ერთმანეთში და უფრო მეგობრული გარემო დაგვეხვედრებინა მათთვის. შესაბამისად, გამოხმაურებაც ძალიან დიდი იყო ამასთან დაკავშირებით. და რაც ჩაფიქრებული გქონდა, ზუსტად ისეთი დღე ჩავატარეთ. კი ბატონო, ასეთი განწყობა მოვიდა. ჩვენ უკვე გვაქვს შესაძლებლობა რომ თათuliსაც ვკითხოთ თუ როგორი განწყობა შეექმნა მას სწორედ მეზობლობის დღის შემდეგ. მოგესალმებით პირველ რიგში, დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. მოგესალმებით, ძვირფასება, მეც მიხარია რომ თქვენთან ერთად ვარ ასე დისტანციურად, ამჟამად ასე გამოვიდა. ესე იგი, განწყობას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, განწყობა იყო ფანტასტიკური, არაჩვეულებრივი, იმიტომ რომ ისეთმა გუნდმა გააკეთა ეს, ასე ვთქვათ, მეზობლების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო გახსნა, აღნიშნა, რომ არ შეიძლებოდა, რომ იქ მოსული ადამიანი კარგი განწყობით არ ყოფილიყო, იმიტომ რომ იყო უამრავი აქტივობა და რაც მთავარია, ყველამ ვიცით, რომ მეზობლობა როგორი კარგი რამ არის, ხო? მე არც ვიცოდი, სანამ სიტიკომთან არ მექნებოდა, ასე ვთქვათ, კომუნიკაცია, მე არც ვიცოდი თუ არსებობდა ასეთი დღე და მადლობა მათ, რომ ასე გაგვაცნობიერეს და გვითხრეს, რომ თურმე არსებობს ასეთი დღე. და რაც მთავარია, დაუბრუნდები პირველ ეტაპს, რომ ანუ განწყობა, რა თქმა უნდა, იქნებოდა ძალიან კარგი, იმიტომ რომ ეს ეხება ყველაზე კარგ ადამიანებს, ხო, ჩვენს ირგვლივ მეზობლებს, სამეზობლოს და ყველას ყავს თითო საყვარელი მეზობელი, თითო ჭორიკანაც ალბათ, მაგრამ ეგეც საჭიროა, ეგეც უხდება უბანს და ზოგადად თბილისში განსაკუთრებით მეზობლობა ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია და არა მარტო თბილისში, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში, იმერეთში რომ წახვიდე, იქ მეზობელი შემოგიტანს რაღაცა კეცზე დამცხვარ ხაჭაპურს, მე მქონია ეს გამოცდილება. კახეთში ან ნებისმიერ ქართველებს ეს გვაქვს გენეტიკაში, რომ ჩემ მეზობელს მოუვიდა სტუმარი, პირობითად ვამბობ, აი თუნდაც ერთი მაგალითი და აუცილებლად დავფაცურდებით და ეს ისეთი კარგი რამეა და ისეთი კარგი ტრადიცია, რომ აუცილებლად ყოველთვის უნდა გადავცეთ მომავალ თაობებს და ნუ რა თქმა უნდა განწყობაც მერე თავისას შვება. კი ბატონო, აი მეზობლობის თემაზე მინდოდა რომ მეკითხა თქვენ კი ახსენეთ გარკვეულწილად, მაგრამ მაინც ყოველთვის არის ხოლმე გარკვეულად შეფასებები, რომ განსაკუთრებით აი ახალ საცხოვრებელ უბნებსა თუ კორპუსებში შედარებით იკარგება რაღაცა ეს მეზობლობის ტრადიცია თუ აი მეზობლის ინსტიტუტი, ასეც თუ შეგვიძლია ვთქვათ. სიტიკომის დახმარებით მათ შორის ეს ნელ-ნელა ბრუნდება, აი თქვენთვის რასთან ასოცირდება მეზობლობა, მეზობელი, აი რას იწვევს თქვენში? ეს ძველი თბილისური ტრადიცია რაღაცნაირად ესე დაიკარგა, იმიტომ რომ ისეთი ურბანული განვითარება მოხდა ჩვენი დედაქალაქის, რომ სამწუხაროდ იმდენი სამწუხაროდ არა თუ საბედნიეროდ ასე ვთქვათ, იმდენი ახალი მოსახლე აი ძალიან მაღალ კორპუსებში შეუძლებელია ხო ყველა მეზობელს იცნობდა, იმიტომ რომ ეს ტრადიცია ძველი თბილისის უბნებს და საცხოვრებელ სახლებს ჰქონდათ. ყველა ერთმანეთს ვიცნობდით და იცნობდა და ახლა მართლა შეუძლებელია, თან ყველა დაკავებულია, ყველა მუშაობს, დრო აჩქარდა, რაღაცები შეიცვალა და თითქოს ამდენი დრო აღარ გვაქვს ადამიანებს, რომ აი ასეთი კომუნიკაცია გქონდეთ, მაგრამ სიტიკომა გააკეთა ის ჯადოქრობა, მოდი ასე ვიტყოდი, რომ ნახეთ, ადრე თუ მეზობელი მეზობელს მიუკაკუნებდა და ყავაზე შევიდოდა და შეიძლება ხახვი გამოეტანა მისგან პირობითად ვამბობ. ახლა სიტიკომა, ანუ 21 საუკუნეში გახდა ყველაფერი ვირტუალური, ხო? გადავიდა რაღაცა სოციალებში. სწორედ აი სიტიკომა მოახერხა ის და
ზუსტად ეგ სიმბოლოა, რომ ეს ყველაფერი მეზობლობა, მე არ ვიცი ხა ონლაინ ყავას სვამენ თუ არა სიტიკომის მეზობლები, მაგრამ რაღაცა შეკრება არის გარკვეული ჯგუფები, ხო, გარკვეული კომუნიკაცია და მინიმუმ გაცნობა ხდება ერთმანეთის, რომ სადღაც 900 იქით პირობითად ადამიანი რომ შემხვდება, ვიცი რომ ჩემი მეზობელია, იმიტომ რომ მან იქ რაღაცა როგორც არის ამხანაგობის ჯგუფში რაღაცა დაწერა. ანუ ხო ხდებით აი ძალიან მარტივად ხსნი ამას და ესე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რაღაცები იცვლება ხო ჩვენ სამყაროში და ციფრულმა სამყარომ აი ამ ფორმით ჩაანაცვლა სამეზობლო სიტიკომა, ასე ვთქვათ, მეზობლობაში ცოტა ესე ჩიქორთულად მოვყვევი ეს ამბავი, მაგრამ ვფიქრობ, რომ გასაგები იქნება თქვენი მსმენელისთვის. კი ბატონო, დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. თათული ედიშერაშვილი საუბრობდა ჩვენს ეთერში, მსახიობი და ასევე მეზობლობის დღის წამყვანი, მოკლედ სიტიკომის სამეზობლოს წევრიც ჩვენს ეთერში. ნათია, თქვენ დაგიბრუნდებით შეჯამებაც რომ გავაკეთოთ, პრინციპში აღნიშნეთ რომ ყველაფერი იმაზე უკეთ გამოვიდა, მე მგონი, ვიდრე ყველა ფიქრობდა, მაგრამ მაინც რა სიტყვით ამ დღეზე და თან უნდა მახსენა რომ პირველი წელი შედარებით მოკრძალებული იყო, წელს უფრო მასშტაბი შეიძინა და მომავალი წლისთვის უკვე გაქვთ თუ არა მონახაზი, როგორი იქნება სამეზობლოს დღე. კი, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მომავალ წელს კიდევ უფრო მასშტაბური იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი უბნის მაკეტის შესაბამისად გამარჯვებულ უბანში უნდა ჩატარებულიყო შემდეგი ღონისძიება და საბურთალოს რაიონმა გაიმარჯვა და შემდეგი ღონისძიება აქ გაიმართება საბურთალოს უბანში. შესაბამისად, ჩვენი დამსწრე სტუმრების აქტივობებიდან გამომდინარე, ჩვენ კიდევ უფრო დიდი мотиваცია გვაქვს, რომ უფრო მეტი და მეტი აქტივობები დაგეგმოთ, ხო? დაგეგმოთ, რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ წელს ამინდმა არ გაგვიფუჭა განწყობა. კი ბატონო. 3000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო სხვათა შორის ამ დღეს და პირიქით ძალიან დიდი მადლობა ყველას. კი ბატონო, მე მგონი სამეზობლოს წევრებიც აქტიურად ემზადებიან მომავალი წლისთვის, მით უმეტეს რომ ესეთი მცირე კონკურსებით მათთვის мотиваცია და წამახალისებელი ხდება. მადლობა მობრძანებისთვის. ჩვენ დღევანდელ რუბრიკას ვასრულებთ. ჩვენი სტუმარი სტუდიაში გახლდათ ნათია ორახელაშვილი, ასევე ჩვენი რუბრიკის განმავლობაში შემოგვიერთდნენ თამუნა ნიკოლაძე და თათული ედიშერაშვილი. ჩვენ შევაჯამეთ მეზობლობის დღე, რომელიც სიტიკომმა წელს უკვე მეორედ გამართა. ამით გემშვიდობებით რუბრიკის ფარგლებში, მომავალ კვირას 4 შაბათ დღეს ისევ დაბრუნდებით ნახვამდის.